ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ეს კონფლიქტი ამ კონფლიქტს უკვე აქვს მიღებული ძალიან ფართო ხასიათი ის მოგეხსენებათ რომ დადასტურებულად რაც ვიცით ხუთ სახელმწიფოს ბომბავდა ხუთ სახელმწიფოში ანხორციელებდა დამბომბვებს ეს არაბული ქვეყნები არის და ეს არც არავის უარყვია და ეს ცნობილი ფაქტია ამიტომ ის რომ მათი მხრიდან ასევე რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა კვიპროსში ესეც ასევე დადასტურებული ფაქტია მე ვერაფერს ვერ გეტყვით აზერბაიჯანთან დაკავშირებით სანამ ეს ოფიციალურად არ დადასტურდება ნამდვილად თავ შევიკავებ ამაზე რამის თქვისთვის მაგრამ ასევე როგორც იცით მოხდა რუმინეთისკენ გასროლა თურქეთის მიმართულებით საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში საჰაერო თავდაცვა მიმუშავა წარმატებულად ამიტომ არაფერი არ არის გამორიცხული ისინი დაძდევენ ამერიკულ სამხედრო ბაზებს მათ განცხადებული აქვთ რომ ერთგვარი სამამულო ომი გამოუცხადეს ყველაფერს ამერიკულს და შესაბამისად მოლოდინი იმისი რომ სხვადასხვა ქვეყნებში სადაც ამერიკულ სამხედროები იმყოფებიან და მათ სამხედრო ბაზებია შესაძლოა ვიხილოთ გაფართოება ამ კონფლიქტის რა თქმა უნდა არის თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გუშინ პენტაგონმა გააკეთა განცხადება გუშინ ღამე ჩვენთვის ღამე და სავარაუდოდ ეს დღევანდელი დღის განმავლობაში ამის შესახებ უფრო მეც გავიგებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სულ რამოდენიმე საათი გჭირდებაო იმისაც რომ ირანის ცა მთლიანად დავხუროთო თუ ეს დადასტურდა და თუ ეს ნამდვილად მოახერხა ამერიკის შეერთებულმა ძალებმა მაშინ უკვე ირანის მხრიდან მომავალი საფრთხე აბსოლუტურად მინიმალური გახდება ისინი ვეღარ შეძლებენ ეფექტურად საკუთარი საფრენი საშუალებების გამოყენებას მოკლედ ბევრი რამე ძალიან სწრაფად ხდება დროში ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და ამიტომ ყოველწუთიერად უნდა დავალოდოთ რა იქნება დადასტურებული იმიტომ რომ კიდევ ერთი პრობლემა ის არის რომ უამრავი ტყუილი ჭორი დეზინფორმაცია ვრცელდება რომელიც და რთული ხდება მერე ოპერირება სინამდვილეში რა არის მართალი და რა არ არის კი ბატონო, გასაგებია დაველოდოთ მოკლედ ამ კუთხით. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ გუშინ დრონებით თავდასხმა მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და თავიდან ამაზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა რომ თითქოს ირანიდან იყო, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით უკვე ცნობილია რომ ეს არაფერ კავშირში ერთმანეთთან ეს ორი ამბავი არ არის. ამიტომ ვამბობ კიდევ რომ ეს ტყუილი და მართალი იმდენად არეულია რომ უნდა დაველოდოთ სანამ რამე გაირკვევა ზუსტად. კი ბატონო, გეთანხმებით საინფორმაციო ომი მიმდინარეობს პარალელურად და ფაქტობრივი სიზუსტე ესეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როდესაც რეგიონში არის ესეთი დაძაბული ვითარება. ამიტომ მოდით ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე ვისაუბროთ, ქალბატონო თინა გადავიდეთ აი ამ საკითხებზეც. მე გადაცემის შესავალში ვახსენე, რომ დღეს ქართული ოცნების გენერალურმა დივანმა კახაკალაძემ ისაუბრა თქვენზე იყო ცოტა მუხარის შემცველი განცხადებაც საუბარი ეხებოდა ტელეპირველის ეთერში თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას სადაც თქვით რომ საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი ტერორისტების სკოლა რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი. მოდით ქალბატონო თინა ჯერ მაყურებლისთვის განმარტოთ კონკრეტულად რას გულისხმობდით თქვენ აი ამ განცხადებაში და შემდეგ უშუალოდ კალაძის იმ ნაწილზე გადავიდეთ რომელიც შესაბამისი რეაგირების მოხდენით დაგემუქრათ თუ მუხარად შეიძლება ეს წაღვიქვათ. ხო, არა, მე მოვისმინე მის სიტყვები აუდიო ჩანაწერი მოვისმინე, სადაც ის პირდაპირ მნიშვნელობით კი იმუქრება ის მიმართავს სამართალდამცავებს რომ დაინტერესდნენ ჩემით და ვერ ბოლოში ისე მიბრუნდება და ისე ვამბობს რომ აუცილებლად ამისთვის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. გასაგებია მის სიტყვებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის მაყურებელმა იცოდეს რაზეა საუბარი და ასევე მან გასცეს კითხვა-პასუხი კითხვებს, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რას გულისხმობს, როდესაც ის ჩემზე საუბრობს და როდესაც ამ კონკრეტულ თემაზე საუბრობს. ანუ რასთან აქვს პრობლემა, რომელ ნაწილთან, რას თulis რომ არასწორად კომუნიცირებულია. საქმე იმაში არის რომ 2010 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და შემდეგ სამწუხაროდ როგორც ჩანს წარმატებით გაგრძელდა წლების განმავლობაში და უკვე 2019 თუ არ ვცდები ხელს თარიღი არ მახსოვს მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული უამრავი ანგარიში არის ამ თემაზე გამოქვეყნებული გარდაბნის რაიონში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი რომელიც ჭყალებში უნივერსიტეტი მე ეთერში თქვი ინგასთან რომ საბედნიეროდ მას აკრედიტაცია არ აქვს მიღებული და ის ფორმალურად უნივერსიტეტი არ არის თუმცა მაგალითად მის ხელმძღვანელს ბატონი ვაშახმაძე რომელიც არის მოგეხსენებათ პრემიერის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური საბჭოს მეთაური თუ რაღაც ესეთ სახელი ქვია მის უწყებას მას მოიხსენიებს როგორც რექტორს მისთვის მიწერილ კომუნიკაციებში ის მოიხსენიებს როგორც უნივერსიტეტის რექტორს მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად მას ამ
ამ წარმონაქვს აკრედიტაცია არ აქვს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას. ეს არის დაწესებულება, რომელიც ირანში არის, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული, ირანში არის შექმნილი რევოლუციის გამარჯვებისთანავე და დასანქცირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ დოკუმენტებში, რომელიც კონკრეტულად მის სანქცირებას შეეხება, ისევე როგორც ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებებში, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წერია მიზეზები, რატომ არის ის დასანქცირებული და ერთ-ერთი ამ მიზეზთა შორის გახლავთ ის, რომ ეწევა რეკრუტირებას იდეოლოგიური წინააღმდეგობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ზრდის ამ ახალგაზრდებს ამ იდეოლოგიით ის ამ დოკუმენტებში ასევე ცალსახად წერია, რომ გუშაქთა არმიის წევრების მოსამზადებელი ერთ-ერთი ინსტიტუცია არის ასევე. ამიტომ მასთან დაკავშირებით, ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომელიც ირანში ფუნქციონირებს, არავითარი კითხვები არ არსებობს, ის რა მიზნით არის შექმნილი, რა ფუნქციის და რა ინტერესის მატარებელია. არც იმასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივად კითხვები, რომ მისი წარმონაქმნი არის ის, რაც გარდაბანში ფუნქციონირებს, არსებობს უამრავი ფოტომასალა, მაგალითად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პოზირებები მათ ეგრეთ წოდებულ რექტორთან ერთად ირანიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად არსებობს ფოტომასალა ირანში გადაღებული, როდესაც ალი ხომეინს ხვდება ბატონი ვაშახმაძე და სწორედ გარემოცვა, რომელთან ერთადაც ხვდება, არიან იგივე ადამიანები, ვინც აქ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წარმოადგენენ, ასე ვთქვათ და ბევრი სხვა. მოკლედ მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არც ერთ სიტყვას არ ვამბობ, თუ არ მაქვს ამისი აბსოლუტურად მტკიცე დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომ ეს წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის მიჩნეულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ როგორც ერთ-ერთი მთავარი უჯრედი, რომელიც ამზადებს გუშაქთა არმიას. რომლითაც მათ შორის ამ საკითხზე ჩვენ უშუალოდ კვლევა ამ საკითხზე არ გაგვიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ნავთობპროდუქტების ვაჭრობაზე ირანთან, მაგრამ არსებობს გამოქვეყნებული კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით 2025 წელს მაგალითად რადიო თავისუფლება ინტენსიურად წერდა ამ თემაზე და ძალიან საინტერესო კითხვებს სვავდა. თუ რა ფუნქციით და რა მიზნით არსებობს საქართველოში ეს წარმონაქმნი და ხელისუფლება რას აკეთებს იმისთვის, რომ ის აღარ იყოს, რაზეც რა თქმა უნდა არავის პასუხები არ მიუღია. ამიტომ მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გულის შეწკივა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომ სინამდვილეში პრობლემით დაინტერესდეს და არა იმითი რა მოწონთ და რა არ მოწონთ, ვისი განცხადება მოწონთ ან არ მოწონთ. მე კახი კალაძის მუხარების არ მეშინია, ეს ძალიან კარგად იცის მანაც და ყველამ, მაგრამ მე იმის მეშინია, რომ ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს პრობლემა აი ამ უპასუხისმგებლო საქციელის და გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში იღებს და ირანთან ურთიერთობებში განსაკუთრებით მზარდად ანვითარებს ამ რაღაცა ურთიერთერთგულებაზე თუ ურთიერთსიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. კი ბატონო, სხვათა შორის გია ვოლსკიმაც გააკეთა ამაზე კომენტარი, ქალბატონ თინა დღეს ბევრი გამოგეხმაურათ მოკლედ ქართული ოცნებიდან და თქვა რომ აი ვოლსკის კომენტარია ესეთი. კარგია. ესე იგი ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ რაღაც ისეთ ამბავს შევეხე, რომელიც მათ აწუხებს და იქნებ მოიგითხონ. ამ კომენტარების მიღმა, რომელსაც ტელეკამერების წინაშე აკეთებენ, იქნებ კითხვებიც დასვან და მოიგითხონ სინამდვილეში რა ხდება და იქნებ ეს დაეხმაროს იმას, რომ ეს წარმონაქმნი გაქრეს ქართული სივრცით. აი ნახეთ რა საბობს ვოლსკი, რომ ირანული ინსტიტუტი რომ არის ჩვენთან, ეს არის თო სიცრუეო, რაღაც მხოლოდ 100 კვადრატული ბინა არის, სადაც ახალგაზრდები დადიან და ყურანში მეცადინეობენო, ესე ამბობს. ეს მხოლოდ უსინდისო განცხადება კი არ არის, ეს არის დანაშაულიო. ფიქრობთ, რომ ქალბატონ თინა მართლაც შეიძლება რაიმე სამართლებრივი რეაგირებაც მოხდეს ამას ქართული ოცნების მხრიდან თქვენი მისამართით მათ შორის? ისეთ რამებს მოყვება საქართველოში ტროტუარზე დგომისთვის ასამართლებენ საქართველოში ადამიანებს. ახლა იმედი მაქვს ან უნდა სერიოზულად არ მისვათ მაგ კითხვას. კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტენ, ამას შეიძლება მოყოს სამართლებრივი რეაგირება, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვფიქრობ ესე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტროტუარზე დგომისთვის ასამართლებენ ჩემს ქვეყანაში 2026 წელს ადამიანებს. ამიტომ არაფერი აბსოლუტურად არ არის არც გამორიცხული, არც წარმოუდგენელი და არც შეუძლებელი მათი მხრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბედნიეროდ, როგორც ჩანს,
ამ ჩემმა განცხადებამ ბევრის ნერვულ სისტემას დააბიჯა და იქნებ დაინტერესდნენ სინამდვილეში რა ხდება. გიავოლსკიმ შეიძლება არც კი იცის ამ უნივერსიტეტის არსებობის შესახებ, იმიტომ რომ ის რასაც ის აღწერს 100 კვადრატული მეტრი ბინა, ყურანის სწავლება. ესეთი მადრასები უამრავია საქართველოში, უამრავი. და ამაზე არავინ არ საუბრობს და ამასთან პრობლემა არავის არ აქვს. პრობლემა გვაქვს იმ წარმონაქმნთან, რომელიც ფაქტიურად ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და რომელიც ამზადებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ირანის გუშაგთა არმიის ერთგულ კადრებს იყო რეკრუტირებით დაკავებული, როგორც ეს წერია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცემული სანქციების დოკუმენტში. მე ვეყრდნობი ამ დოკუმენტს, ვციტირებ ამ დოკუმენტს და სწორედ ამის გამო და იმის გამო, რომ ძალიან კარგად ვადევნებ თვალს, ყურადღებით ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს, მაქვს შიში რომ შესაძლოა ჩემს ქვეყანას დაემუქროს ამის გამო საფრთხე და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, იმიტომ რომ როდესაც ეს კონფლიქტი დამთავრდება და ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში. კი ბატონო. და ქალბატონ თინა, ასევე მინდა გითხოთ ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე შეერთებულ შტატებში. თავად გვეუბნება ხელისუფლება, რომ ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეს შეხვდაო, ვისაუბრეთო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზეო, რა თქმა უნდა ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრის, ჰქონდა საუბარი ასევე უახლოესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებზე, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზეო, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ჩვენი პოზიციები უფრო დაახლოვდესო. რა სიტყვით ზოგადად ამ ვიზიტზე, რა მიზნით ჩავიდა, როგორ ფიქრობთ ქართული ოცნება შეერთებულ შტატებში და რამდენად დამაჯერებელია ის, რასაც გვეუბნება თავად ხელისუფლება, რომ აი შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე პრეტენზიები უთხრეს თურმე შეერთებულ შტატებს. მიზანი ჩასვლის ჩემი აზრით ძალიან ბანალურია, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი ხანია ცდილობენ რაიმე ფორმით, რაიმე ღონისძიებაზე აღმოჩნდნენ ვაშინგტონში, რომ მე იქიდან ეს განცხადებები აკეთონ, რომელიც გვესმის და პიარისთვის გამოიყენონ, შესაბამისად მიიღეს მოწვევა კონგრესის ერთ-ერთი წევრისგან, რომელიც ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებით და ესეც დოკუმენტირებული არის და აბსოლუტური ფაქტია. რაღაც კონფერენციაზე და რა თქმა უნდა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და ჯგუფურად წავიდნენ ამ კონფერენციაზე. ეს ნორმალურია კი ბატონო, გასაგებია, არ არის პრობლემა, რაც უფრო მეტჯერ ჩავლე ვაშინგტონში, ეს მხოლოდ კარგი იქნება, იმიტომ რომ იქნება რამე გაიგონ სინამდვილეში რასთან აქვს საქმე. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩემი პირადი დაკვირვებით, რაც მე მეხება, ეხლა არ ვიცი ზოგადად იქ იმ ოთახში არ ყოფილი ვარ, მე რომ სადაც მათ შეხვედრა ჰქონდათ და რაზე ილაპარაკეს ეს დეტალებში ვერ მოგიყვებით, ვიცით ორი რამ, ერთი ის რომ ფაქტად ვიცით რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ამ შეხვედრების შემდეგ ორი განსხვავებული პრეს-რელიზი ვრცელდება ხოლმე, რომელიც თითქოს სხვადასხვა შეხვედრას აღწერს, იმიტომ რომ ქართული მხარე მუდმივად ცდილობს მიჩქმალოს პრობლემებზე საუბარი, მიჩქმალოს ის ძირითადი თემები, რომელსაც მიეძღვნება ხოლმე ეს შეხვედრები და ეს როგორც წესი არის ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები, საქართველოს არასწორი პოზიციონირება ჩინურ, ირანულ, რუსულ რადარებზე და ეს ვიცით ფაქტად და მე როცა ესენი ამას მალავენ, მე მეორე მხარე აქვეყნებს ხოლმე განცხადებას, სადაც წერია, რომ აი სინამდვილეში იმაზე კი არ ვილაპარაკეთ, მაგათ რო გითხრეს, არამედ აი ამაზე ვილაპარაკეთ, რაც ჩვენ გითხარით, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აქაც რაღაცა ამ ტიპის პრობლემასთან მქონდეს საქმე, მაგრამ ჩემი პირადი დაკვირვება შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადებები გაუკეთებიათ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს, პირველად ეს იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც ჩინეთიდან გააკეთა, ჩინეთში ჩათვალა საჭირო, ჩინეთში ვიზიტად იმყოფებოდა, პარტიის თავმჯდომარე იყო, მაშინ ჯერ პრემიერი არ იყო. და ჩათვალა საჭიროდ, რომ იქიდან უნდა გაეკეთებინა განცხადება, როგორ ღალატობს სამშობლოს თინა ხიდაშელი. მეორედ ეს იყო შალვა პაპუაშვილი, ასევე ჩინეთში ვიზიტის დროს, ერთ-ერთი ვიზიტის დროს და ამ ვიზიტის მიმდინარეობის დროს გააკეთა განცხადება, სადაც ითხოვდა ჩემ დაჭერას, პრესკონფერენცია მოვიწყდა, მთელი 20 წუთი ლაპარაკობდა ჩემ შესახებ. შემდეგ იყო ბატონი დავითაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ანაკლიაზე ძალიან მძიმე შეხვედრები ჰქონდა და პირველი რაც თქვა ჟურნალისტებთან იყო რომ მე თურმე ვაშინგტონში ჩავდივარ და რაღაც არასწორ ამბებს ყვები და მე მათ უწევთ თავის მართლება ამ ამბებზე ანაკლიასთან დაკავშირებით და ეხლა აი ამ ვაშინგტონში ვიზიტის დროს კალაძე აკეთებს ამ განცხადებას, როდესაც ირანის თემა ესეთი მძიმეა, ბატონი სამხარაძე ეროვნული უშიშროების საბჭოში იმყოფება,
ხო, მე არ ვიცი იქ რაზე ელაპარაკდნენ, ეს ჩვენი ანგარიშები წინ დაუდეს თუ არა და კითხვები დაუსვეს თუ არა, ამას მე ვერ დავამტკიცებ, რა თქმა უნდა. მაგრამ დროში ძალიან საეჭვოდ დაემთხვა. ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც პირადად ჩემზე შეტევას ანხორციელებენ, ეს პირდაპირ ემთხვევა ხოლმე მათ ვიზიტს, სადაც სავარაუდოდ ჩვენს მიერ ხო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დასაბუთებული დოკუმენტალურად ჩვენ არაფერს არ უწევთ ისე HR-ზე და რაღაცა ჩვენ მოსაზრებებს, რომ აი იქნებდა მაშინ და ალბათ ყველა დოკუმენტი, ყველა ანგარიში, რომელიც სამოქალაქო იდეას დღემდე გამოქვეყნებული აქვს, აბსოლუტურად ყველა ხაზი, ყველა სიტყვა ამ დოკუმენტებში არის იურისტების დაწერილი მათ შორის და ეს იმას ნიშნავს, რომ არის გამყარებული კონკრეტული დოკუმენტებით და კონკრეტული ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციებით. ამიტომ ის ძალიან სანდოა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი კითხულობს და გამოხმაურება ძალიან სერიოზული გვაქვს ხოლმე. და ჩვენ რომ გვაქვს ეს სერიოზული გამოხმაურება, მე მაქვს ვარაუდი, რა თქმა უნდა, რომ მათაც შემდეგ უსვავენ ამ კითხვებს აქედან გამომდინარე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ყოველ ჯერზე, უკლებლივ ყოველ ჯერზე პირადად ჩემზე შეტევა, ჩემი გვარით და სახელით მოხსენება მათი მხრიდან, პირდაპირ ემთხვევა ხოლმე რომელიმე საგარეო ვიზიტს და როგორც ჩანს ეს აწუხებთ. და ქალოტენზე ბოლო მე გავაგრძელებ ამას მომავალშიც, რომ იყვნენ ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. კი ბატონო. და ქალოტენზე ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული ოცნება არაფერს არ საუბრობს იმ კრიტიკაზე, მათ შორის რომელსაც შეიძლება ისმენდნენ შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის ესე პირისპირ შეხვედრის დროს და მხოლოდ საკუთარ ვერსიას პროპაგანდის საშუალებით აწვდიან საზოგადოებას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რაზე აქვს გათვლა მაშინ ბიძინა ივანიშვილს, აი რა მოტივაციით ჩადიან ისინი, როდესაც იციან, რომ იქ მიიღებენ კრიტიკას, რომელიც მათ შორის საჯაროდაც ძალიან კაცრია, ხომ? ტონი შეერთებული შტატების, როდესაც ქართულ ოცნებაზეა საუბარი და აი რაზე აქვს გათვლა მაშინ, აი რასთან დაკავშირებით შეიძლება რის ხარჯზე, ასე დავსვამდე კითხვა, შეიძლება დაალაგოს მაშინ შტატებთან ურთიერთობა ივანიშვილმა. კი, გათვლა ორმაგია, კიდევ ერთხელ პირველი ის, რომ მათ ჭირდებათ ვიდეო კადრები ვაშინგტონიდან ფონებით, რითიც აჩვენებენ, რომ არავითარი იზოლაცია არ არის. მთავარი ტრაგედია ქართული ოცნების დღეს ხომ ეს არის სინამდვილეში, მათ არ აწუხებთ საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, უბრალოდ მათი ამომრჩევლები არ არიან, ისინი მინს ქუჩაში არიან, მაგრამ მისი ქვეყნის მოქალაქეები ისინი არ თვლიან თავს ყველას მთავრობადან, ყველას პარლამენტად. კანონებს კი იღებენ, რომ აი არალეგიტიმირებს უგვეძახით ამისთვის დაგიჭერთო, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობის უზარმაზარ ნაწილს, რომელმაც მათ ხმა არ მისცა, თავად არ მიიჩნევენ ამ ქვეყნის მოქალაქეებად და რაიმე ანგარიშ გასაწევ ჯგუფად ადამიანების, რომელსაც უნდა მოусმინონ, ხო? მაგრამ ძალიან აწუხებთ და ტრაგედია აქვთ იმითი, რომ არიან იზოლაციაში, მათ არავინ სერიოზულად არ აღიქვავს და არავინ არ ელაპარაკებათ. ამიტომ ნებისმიერი შესაძლებლობა, როდესაც შეუძლიათ ილუზია მაინც შექმნან თავისი ამომრჩევლისთვის, რომ არავითარი იზოლაცია არ არსებობს და აგერ ვაშინგტონშიც მიდიან და აგერ შეხვედრებსაც მართავენ, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ. ეს არის პირველი მიზეზი და მეორე მიზეზი ლევან მახაშვილმა გითხრა აგერ გუშინ, შვენივრად ჩამოაყალიბა ვეთანხმები აბსოლუტურად, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი მოვითმინოთო და მოთმინებით დაველოდოთო და ხო, მათ არ აწუხებთ ხა ის როგორც ჩანს უკვე რაღაც იმ კონდიციაში მივიდნენ, იმ კონდიციამდე მივიდნენ, როდესაც აი ამ პიარული მოსაზრებებით ამ შეხვედრების გაყიდვისთვის მზად არიან მოითმინონ ყველაფერი, აიტანონ ყველაფერი, მერე ჩამოვლენ ისევ ისე გააგრძელებენ ყველაფერს, როგორც ეს მანამდე იყო, მათი მესიჯის გამავრცელებლები იმას ელაპარაკებენ, რასაც ეს 2 დღე ელაპარაკობენ, მაგალითად ალი ხომეინს დაიტირებენ, იტყვიან, რომ ის იყო ის, როგორ თქვა ეს, სუვერენული ლიდერისთვის შესაფერისი რაღაც ღირსებით შეხვდა სიკვდილს, ხო? აი რაღაც წარმოუდგენელ რაღაცებს იტყვიან და მერე შალო პაპუაშვილი გამოვა მორიგჯერზე, რომელიმე ეთერში და გვეტყვის, რომ აი ესე იცავენ ქვეყანას გარეჩარებებისგან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ თინა ხიდაშელი იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემა სანდრო ბაკურაძე